Facebook-ი მიხვდა, რომ ვეღარ აკონტროლებდა AI-ს და იძულებული გახდა, რომ ეს ექსპერიმენტი შეეწყვიტა. Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა ჯგუფმა შექმნა ორი AI ჩატბოტი, ელისი და ბობი. ამ ორი ჩატბოტის დანიშნულება იყო, რომ ერთმანეთთან ესაუბრათ და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. ანუ რაღაცეები ერთმანეთს შორის გაეცვალათ, მაგრამ თავიდან ეს ორი ჩატბოტი ერთმანეთს შორის ინგლისურად საუბრობდა, რაც გასაგები იყო და აკვირდებოდნენ ამ პროცესს. ანუ გარკვეული დროის შემდეგ და როგორც მოვიკვლიე ეს იყო რაღაც საათების შემდეგ, ამ ორმა ჩატბოტმა გადაწყვიტა, რომ მათ შორის კომუნიკაცია გაცილებით ეფექტური, სწრაფი იქნებოდა, თუ მათსავე მოგონილ ენაზე გააგრძელებდნენ საუბარს, რაც ადამიანებისთვის გაუგებარი იყო. იმიტომ რომ სიტყვებს ისევ ინგლისურს იყენებდნენ, მაგრამ სრული უაზრობა იყო ადამიანის გადმოსახედიდან. მაგრამ მათთვის ეს იყო კომუნიკაციის ბევრად ეფექტური საშუალება. მაგრამ შედეგი ის არის, რომ ადამიანებს გვეშინია ისეთი რაღაცეების, რასაც ვერ ხვდებით. მით უმეტეს, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ეხება და მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ტერმინატორიდან დაწყებული უამრავი ფილმი გვაქვს, ხო, ამაზე ნანახი, ისი გაკეთება შეუძლია. როდესაც ხედავ, რომ ორი AI ერთმანეთს შორის საუბრობს და რაღაცებს ლაპარაკობენ, რაც გაუგებარია და რა იცი რას ზრახავენ, რა თქმა უნდა, შიში გეუფლება და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ შეეჩერებინათ ეს პროცესი და უბრალოდ გაეთიშათ ყველაფერი და შესაბამისად გათიშეს და ეს პროცესიც გაჩერდა. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები, როგორც მოვიკვლიე, სხვაგანაც ყოფილან AI-ის შექმნის პროცესში. შეიძლება თქვა ასეთი მასშტაბით ან ასეთი ფორმით არა, მაგრამ AI ყოველთვის ცდილობს, რომ მან იფიქროს, მან კომუნიკაცია აწარმოოს ყველაზე ეფექტური გზებით. ბუნებრივია ის ცდილობს, რომ ეფექტური იყოს და შესაბამისად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ენა, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ, ჩვენი გონებით, რაც ერთმანეთისთვის გასაგები არის, ნიშნავს, რომ სრულად უნივერსალური და ყველაზე საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალება არის. სხვადასხვა Facebook-ის ეს შემთხვევა მოხდა 2017 წელს. ეხლა კი კვლევა 2022 წლიდან, სადაც გამოკითხეს 738 AI ექსპერტი და მათ დაუსვეს ასეთი კითხვა. არსებობს თუ არა კაცობრიობის გადაშენების საშიშროება AI-ის განვითარების პირობებში? იმ შემთხვევაში თუ ვერ შევძლებთ ჩვენ AI-ის კონტროლს. და გამოკითხულთა 50%-მა თქვა, რომ ასეთ მოცემულობაში, როდესაც AI ვითარდება და ჩვენ მის კონტროლს თქვათ, ვერ ვახერხებთ, გადაშენების შესაძლებლობა არის 10%. კაცობრიობის გადაშენებაზე არის საუბარი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ AI ექსპერტების ნახევარი ფიქრობს, რომ კაცობრიობის გადაშენება შესაძლებელი არის. თუმცა ალბათ მცირე არის ასე თუ ისე, მაგრამ შესაძლებელი არის. საინტერესოა შენ რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, დაწერე კომენტარებში.